ღედაღამე მშვიდობისა, გრძელდება შემეცნებით გასართობი ციკლი გადაცემებისა სოფლიო ფეხბურთის ზერელე ისტორია დიად გიორგი ჯანელიძესთან ერთად. გიორგი. გამარჯობა 78 წელს ვართ, ეს არის საქართველოს მე-11 ჩემპიონატი და პირველი როცა მე დაბადებული ვარ. კარგია. ძლივს კარგი ამბით დაიწყო. გადავიდეთ ცოდამბებს. სკანდალი გამოიწვია ლოგოს შერჩევა. ხო. იცი რა? არა, მაგრამ ლოგო ვიცი. არგენტინელი ბიჭუნა სომბრეროდ კი არა. ეგ არის მასკოტი. აბა. ესე ორი ცისფერი. ხო, ეს სახიერებს, ხო. თას რო გავს ოღონდ ხელები. ხელები, იცი ვისი ხელებია? არა? მაგაშია სკანდალი. მიდი. ეს არის პერონის ხელები, განასახიერებს იმ ჟესტს. თხელ ხალხთან რო გამოვიდა და ყველას არ მოეწონა პერონი, ყველას არ უყვარს, მით უმეტეს მაგ დროს, როცა უკვე კაი ხანი აღარ არის და რის გამოც დატოვეს, რომ აღმოჩნდა, რომ პერონის არის, თქვეს, რომ უკვე ბევრი ფულია დახარჯული და გამოშვებული სუვენირები. ხო, მაცივარზე მისაწევებელი. ვიჩივლებენ და მოდი ვითომ არ ვიცით რა ხელებია ესა და მართლაც დატოვეს ეს სიმბოლიკა ელიან 100,000 კაცს ჩავა. ხო. ჩავიდა 7,000. და ვერ ამოიყიდა. რა ქვია. ეგ სხვა ქვეყანასაც ჭირდა მაგ ტურნირზე. ჩავიდა შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც მანამდე ინგლისს მოუგეს და მანამდე ევროპის ჩემპიონ ჩეხოსლოვაკიას მოუგეს. და იქ ეიფორია შოტლანდიაში. თან ნავთობი აღმოაჩინეს. ფული აქვს 9 მიდისმა, ხო? 9 მილიონი დოლარი შეუკრიბეს გუნდს. რომ ბიჭებო თქვენ რამე არ დაგაყდეთ და ესენ ჩავიდნენ და რო ჩავიდნენ უკვე პრობლემები იწყება რა არგენტინის სასტუმრო არის სიამოვნად. რაღაცა კორტზე ბადე არ იყო გაბმული, აუში წყალი არ ესხა. სავარჯიშოთ რო წავიდნენ მკვდარი ცხენი ეგდო და რაღაცა პრობლემები აქვს რა. მაგრამ ჯერ ეიფორია გაყვათ პირველ თამაშამდე პერუს ხვდებიან და წააგეს 3-1 და პლუს დისკვალიფიკაციაზე ჩაუვარდა დოპინგზე რაღაც. ჩამოყარეს ყურები ირანთან 1-1 თამაშეს მერე და 3-0 ჭირდებოდა შენებთან. რო გასულიყვნენ, მაგრამ 3-2 მოიგეს და ის იქაც შოტლანდიის იმით დამზადებული სუვენირები და რაღაცები 65 პენსი ღირდა ჩემპიონატის დაწყებისას. ორ კვირაში მისი ფასი 1 პენსი გახდა და ეცას 65. არგენტინაში ამ დროს არის სიტუაცია შენი აზრით როგორი? რთული რა თქმა უნდა, შენ კაი სხვა რიტყვი რამეს. უმძიმეს. ყოველ 3 საათში ხდება აფეთქება. რაღაცა და ყოველ 5 საათში პოლიტიკური მკვლელობა. ესეთი სიტუაცია რა. 30,000 კაცია გამქრალი. და აქეთ შოტლანდიელები ძახიან ბადე რატო არ აქვს კორტოზე, ხო? და ამ დროს აი აქ არის ყველაზე მძიმე დიქტატურა რა არგენტინის ისტორიაში და წვრთნელად ნიშნავენ იმას ლუის სეზარ მენოტი. მენოტი თვითონ კი ბიძგებს მელოტი, მაგრამ გზერთმიანი კაცია სიგარეტიანი. დიქტატურას მაინც არ ხდება ესეთი გამოკვლევების. ხო და ამან მოითხოვა რომ აუკრძალოთო ფეხბურთელების გაყიდვა საზღვარგარეთო ამ სოფლიო ჩემპიონატს სანამ ჩავატარებთ. თორე სადო აგროვო მე ესენი არ ჩადიოდნენ. კემპესმა გაასწრო დანარჩენები არ გაუშვა. ეხლა რა ხდება ამ ჩემპიონატის მონაწილეებს შორის? ბრაზილია არის, კი ბატონო, გერმანია არის მოქმედ ჩემპიონი, შენები არიან. იქ ჰოლანდიაში იყო გამოსულები, რომ არ წახვიდეთო, იქ დიქტატურა არისო და ხალხს ხოცავენ და ისაო, მაგრამ წავიდნენ, ოღონ კრუიფი დარჩა. კრუიფს სახლი გაუქურდეს ბარსელონაში თუ რაღაცა და ოჯახთან დარჩა. ანუ
შენი ნაკრები ჩასულია კრუიფის გარეშე. ესე იგი, წინა ჩემპიონატიდან გამოგჩა გვეთქვა ეს აველანს პერიოდულად მივაქციოთ ყურად დღეშია. იქ ხო დაპირდა აფრიკას, რომ მოგცემთ კიდე ერთ მოგცემთო, ოღონდ რაღაცა თქვენც ქენითო. აქნეს ახლა 74-ზე ზაირის ნაკრებია ჩასული. პირველი თამაში იუგოსლავიასთან ქონდა 9-0 წააგეს. მერე ბრაზილიასთან 3-0 აგებდნენ და ჯარიმა დაინიშნა მაგათ კარში და ბრაზილიას უნდა დაერტყა, მაგრამ ამათი კედლიდან გამოიქცა ვიღაცა და დაარტყა. გასკდა სტადიონის სიცივით. დაასწრო, ხო? ხო. მაგრამ მერე აღმოჩნდა როგორ იყო სიტუაცია, რომ დრო გაყავდა, იმიტომ რომ 4-0 თუ წააგებდნენ. ხო. იქაც დიქტატურა იყო და დაგხოცავსო ის თაო და ესე გადაარჩინა გუნდი. საკუთარი თავი და თან წითელი ბარათი იქნებ მომცენო რომ მე არ დამბრალდეს. რაღაცა ეგეთი ხდება. საბედისწერო მეოთხე გოლში რო არ ყოფილიყო. ხო, 0-14-ზე დაამთავრა ამ ზაირმა რა, ეს ტურნირი. თან კიდე იქ დაფიქსირდა მე ეხა YouTube-ზე აღარ მოიპოვება ეგ ვიდეო და მე თვითონ ნანახი მაქვს იმავე მატჩში 4-0-ზე. სათადარიგოს და სკამზე ვიღაცა ეწევა. ფეხბურთელი. ფორმიან, მაგდას შეცვლები. თამამად ეწევა თუ ესე? არა, თამამა. ხელიც არ უკიდია ესე. ხო და აი ესეთი გამოსვლის მე აველანს ძალიან გაუჭირდება რომ შეუნარჩუნოს და უმატოს. არა, დამატებას დაპირდა. შენარჩუნებით ისა და ჩავიდა ტუნისი. ერთი იყო რა, 60 თამაში ტუნისი და არ გამოვიდა ცუდად ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრეი თამაშა და ერთი წააგო, მაგრამ ჩარჩა მაინც. მაგხრივ ეს სიტუაცია რა. ამ ჩემპიონატზე თეორიულად შესაძლებელია ყოფილიყო პენალტების სერია. ანუ მოიგონეს რომ თუ თამაში მორჩა ფრე დამატებითი დროც ფრე იქნება პენალტების სერია, მაგრამ არ დაჭირდათ არც არსა რეალურად ორ ადგილას ჭირდება, მაშინ ჯგუფურის მერე კიდე ჯგუფური იყო და მესამე ადგილის და ფინალი, მან არ დაჭირდა. აქ ისევ მოხდა თეთრი ფორმების სკანდალი. ო, კაია, მიყვარს ეგენი. ქვეჯგუფში რომელსაც ასევე მე მგონი პირველად გამოჩნდა სიკვდილის ქვეჯგუფი. ვა, საფრანგეთი, არგენტინა, იტალია და უნგრეთი. და იტალია გავიდა პირველზე, არგენტინა მეორეზე, ორივენი გადავიდნენ და საფრანგეთი, უნგრეთი, რომელიც არაფერს არ წყვეტს, უკვე ორივე გამოცხადდა თეთრი ფორმით. და დიდი მის მერე ხვეწნა მოდარის საფრანგეთი ჩააცვეს რაღაცა არგენტინული კლუბის ფორმა რა. მართლა? ატლეტიკო კოიმბრა თუ რაღაც. მე თამაშა საფრანგეთის ნა. რატო არ ქონდათ ისა სხვა ფორმა? არ მოწონდათ. გასარეცხი იყო. აქ შენი ჰოლანდია პირველზე ვერ გავიდა ჯგუფში. ჩემპიონატში. გააგდო. ხო. პერუ გავიდა პირველზე და ორივენი გავიდა. დიახ. იქით ავსტრიამ გადაასწრო იმას. არა ასწლებდა და მე ბრაზილიამ მოუქაჩა. მაგრამ აქ თავარი ამბები იწყება უკვე მეორე ქვეჯგუფებში. მეორე ეტაპის ქვეჯგუფებში. ისე დაალაგდა რომ ესე იგი როგორ ორი ქვეჯგუფია და თითოეულ პირველზე გასული გადის ფინალში. ხო. მეორეზე გასული გადის მესამე ადგილის სათამაშო. ხო და ერთიდან გამოირკვა რომ ეს იქნება ნიდერლანდები. და მეორეში ისე დაალაგდა რომ არგენტინას სჭირდება ამ პერუსთან მოგება, რომელიც პირველი ადგილით არის გასული 4 ბურთი სხვა. რაც ხო იმ პერუ ისე კარგად თამაშობდა რომ არ ჩანს ადვილი საქმე. აქედან იწყება მილიონი ლეგენდა თუ რა მოხდა მაგ თამაში.
ერთი ბავშვობიდან მესმოდა ჟღერადი გვარები იყო და თან ჟღერადი გვარები იყო ვამპიტასი, ობლიტასი და ჩუმპიტასი. გიგია? არა. ეს მაგ სამს ბრალდებოდა რომ გაყიდეს თამაში. პერუელებს? ხო. მაგრამ მე ეს მთლად მარტივად არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა უცნაური ამბები. თამაშის წინ პერუს გასახდელს შევიდნენ არგენტინა. კეთრად ჩაცმული მოხუცები. ხო, არგენტინის პრეზიდენტი და ჰენრი კისინჯერი. ოფილის სახელმწიფო მდივანი ამერიკის. მაგრამ ნუ ეს კაი შეიძლება შემოვიდნენ მოგესალმონ, მაგრამ იქითაც ხომ უნდა შევიდნენ არგენტინის. იქ არ შევიდნენ. ამან ააგორა გაბუქა ესე ჩვენი. მერე და მილიონი რამე დაიწერა რომ ვიღაცები ხო, მაგრამ რა ამერიკის თავრობა ჩაერია? ხო, რომ არგენტინა ფინალში გავიდეს. ამერიკა რა ჩაერია? რომ ცივ ომში არგენტინა მათ მხარეს. აი ნუ და პერუს დაპირდა რაღაცას? პერუს ნახევარმცველს. პერუს უთხრა რომ აბა ბიჭებო თქვენ პრეზიდენტთან მეგობრობთ და მე ხა თქვენ იქ რო ჩახვალთ გელოდებათ სწრაფად და რავი რაღაც ესე თქვი რა მიახვედრებთ დიპლომატიკაცია მხელა გამოცდილი. ეს ის ჰენრი კისინჯერია ის გოლდამეირთან რო ჩავიდა ისრაელის პრეზიდენტ ქალთან. და ამან უთხრა შენ იმედი გვაქვს რა ომის ამბავია რა და იმან უთხრა მე ამერიკელი დიპლომატი ვარო ჯერო და მე ვარ ებრაელი იყო ეს ჰენრი კისინჯერი. იმან უთხრა ჩვენო ებრაელები აქედან იქით ვკითხულობთ. ესეთი პოლიტიკური იუმორი. ხო და ნუ მოკლედ ასე იყო თუ ისე 6-0 მოიგო იმან არგენტინა. ხო და გავიდა ფინალში. ვიტასები არ გამოირჩეოდნენ. მე ხა არავინ არ გამოირჩეოდა 6-0 წააგეს. და მერე იყო ის ფინალი. მერე იყო ფინალი, რომელშიც როგორც გითხარი კრუიფი არ არის. ხო. აქვე დაფიქსირდა ხო ნახევარფინალში შენებმა დააფიქსირეს პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში რომ თავის კარშიც გაიტანა ერთმა ფეხბურთელმა და მეტოქის კარში. რაღაცნაირი რეკორდია. თუ გინდა იამაყე თუ გინდა. ხო. ნუ ხა მოცემულობა ისეთია რომ დარჩა ეს ამაყოთ და იყოს. სხვა აღარ დაგვიტოვა ჩემპიონატმა და ხო და ნუ ხა ფინალის წინ რა ამბავი იქნებოდა წარმოედგინე. ბუენოს-აირესშია თამაში გულშემატკივრები მივიდნენ, არ დააძინეს ეს ყველაფერი აამუშავეს და ძირითადად რო შემორჩა დამატებულ დროში 3-1 მოიგო არგენტინამ კი ბატონო. ამ დროს არიან ვარსკვლავები კემპესი, პასარელა, არტილესი. ხო, აქ საინტერესო რა მოხდა. ნომრებზე ატყდა ერთი ამბავი. ვინ რა ნომრით ითამაშება? არგენტინაში თუ ზოგადად სხვადასხვა ნაკრებებში. ბევრგან იყო პრობლემა, მაგრამ არგენტინაში ამან მიიღო უკვე ისეთი ისა რომ მოვიდა ვადა, უნდა წარადგინონ და არავინ არ შეიცვალა ეს ნომერი. იყო ვიცი ეგ ამბავი. იყვნენ გუნდები, მაგალითად პორტუგალია 66-ში. ეუსებიოს მოუწიათ 11 ნომერი და ვიღაცას 13 და იმას გული წაუვიდა, ისე შეეშინდა და ამან გაუცვალა და ეუსებიო იყო 13. მაგრამ აქ არგენტინაში უფრო რაღაცნაირი ხალხი იყოს, სხვანაირი მენტალიტეტის და არა ეს ნომერი მე უნდა ვიყო, ეს ნომერი მე უნდა ვიყოთ. რაღაცა სისულელე ხდებოდა და ამ მენოტინ თქვა მე ფეხებზე მკიდიაო, ეხლაო თქვენო იმის ღირსები ხართ, რასაც მე გავაკეთე. ანბანის მიხედვით მოგცემთ ნომრებსა და მეკარეებიც კი ანბანში მოხვდებით. ამიტომ პირველი ნომერი იყო მინდვრის ფეხბურთელი არგილესი, ანბანით ვისაც მოუწევთ. და ისწავლეს ჭკუა და გაჩვენდნენ მერე. ამას მერე იტალიაც გაიმეორებს, ოღონ მეკარეებს არ შეეხება. ხო. მერე. ასე რომ პირველად მოიგო არგენტინა. აქ ან 3 საათში მკვლელობები ხდებოდა ყოველ 3 საათში, რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონატის დროსაც ბევრი 3 საათი გავიდა. რამდენიმე მკვლელობა მოხდა, მათ შორის მინისტრებიც მოკლეს, რომლებიც ამბობდნენ არ გვინდა ეს ჩემპიონატი. მაგრამ ეს ზეინმა გადაფარა. ხო. ფეხბურთზე აქ რო ჩამორიცხოს ხოლმე.
ესეთი ტკივნეული მომენტი. რამე გაინტერესებს კიდე ამ ჩემპიონატზე? თუ მე ვიცი, მოგიყვება. არა, შენ ძალიან ამომწურავ ვიყავი ეხლაც, როგორც ყოველთვის და მოდი გადავიდეთ უკვე 1992 წლის ჩემპიონატზე, სადაც უკვე მეც შემოვდივარ საქმეში. შენც უკვე მოგვივლინე? მე ამ ჩემპიონატის დროს მე უკვე ვარსებობ და 78-ის ჩემპიონატის დროს შენ ვარ 6 თვის. 6 თვის. აა, ხომ შენც არსებობ. მე ვარსებობ, მაგრამ არ აჩვენებენ ტელევიზორს მაგ ჩემპიონატს. და ტელევიზორიც ან გვაქან არა ოჯახში გან 6 თვისაც არ მაქვს. ესპანეთი 82. ხო, 82-ში რა ხდება? ბურთი დატოვეს იგივე სახელით, ტანგო. ძლივს კაი გამოუვიდათ როგორც. არ იჩუტებოდა. ხო. არ კვერცხდებოდა უბრალოდ. მასკოტი არის ნარანხიტო ანთროპომორფული პორტოხალი. ადამიანის გავს. რომელიც ძალიან მოსწონდათ და ეგონათ ბევრი გაიყიდებაო, მაგრამ არ გაიყიდა და გადაყარეს ძირითადად. ამ დროს ესპანეთში უკვე მეფეა, მაგრამ ეს ჩატარების უფლება რომ მიიღეს ფრანკოს დროს მიიღეს რა, დიქტატურის. მეფეა და ისინი აქტიურობენ. ვეზირები. მოდი 82 სოფლიო უცებრო გავიაროთ რა ხდება რა. მანდის არის ბასკი ტერორისტები. იტალიაში მაფია არის და ნეოფაშისტები არიან, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გერმანიისგან, საფრანგეთისგან იტალიამ არ დასაჯა ისინი რა. მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიური ტიპები, იმიტომ რომ დასავლეთს უნდა და რა მცირომში იტალია იქით ყოფილიყო და შიგნით რაღაცნაირად შეთანხმდნენ რომ ჩვენ დამნაშავეები კი არა მსხვერპლები ვართო პერიოდის და მე ამან გამოიწვია ალბათ რომ ნეოფაშიზმი გაჩნდა და ტერაქტებს აწყობდნენ პერიოდულად ესენი ბოლონიაშიც მოაწყვეს ამ პერიოდში. ხო და დაიჭირეს ერთი კაცი, ვიღაცა გელი, რომელიც აღმოჩნდა ყველაფერი. ლიტერატორი მასონი, იარაღით მოვაჭრე, ნავთობით მოვაჭრე, იმით დამკვეთი ტერაქტების, კორუმპირებული და უბრალოდ კარგი ადამიანი. კარგი ადამიანი და ცუდი და ყველანაირი ადამიანი. ეს გელი კი არ დაიჭირეს საქმე აღუძრეს ჯერ. და გაიქცა შვეიცარიაში, იქ ფული ჰქონდა დამალული, მაგრამ არ მისცეს ის ფული. მაგრამ ურუგვაის პასპორტიც ჰქონდა და მე ურუგვაიში გაიქცა და იქაც ჰქონდა დამალული. იქ მოძრავე, იქ თქონება ჰქონდა, ვილები. ხო და ამასობაში სახლი გაუჩხრიკეს და იქ რაღაცები იპოვეს შავი სია. და ეს სია მისცეს გაზეთს და გამოქვეყნდა იტალიაში ერთი ამბავია ყველა გარეული ამ მაფიაში შეაღვნიშნა რა 6 მინისტრი, 26 დეპუტატი, 2000 პროკურორი და ყველა. ბერლუსკონიც მათ შორის, რომელიც ამ ტალღაზე მოვა. ხო. და რომელიც საფეხბურთო სახელს დაარქმევს პარტიას. ფორცა იტალია, ფეხბურთის შეძახილია. ხო და ამ პირობებში არის მწვრთნელი ბეარზოტი, რომელიც 78-ს არის, 78-ში მე 4-ზე გავიდა იტალია იქ, არგენტინაში, მაგრამ ბევრი გოლი გაუშვა შორიდან. და ზოგს მოსწონთ, ზოგს არ მოსწონს ეს მწვრთნელი და ეს შემადგენლობა რომ დაასახელა 82-ის. ხალხში იყო საშინელი რეაქცია. ვიღაცა გოგო შეხვდა ქუჩაში და აგინა. ვიღაცა ბიჭმა დაარტყა. არა, ბიჭმა აგინა, გოგომ დაარტყა. მე რაღაცნაირად ეს საჩემპიონო გუნდის გამოძახებაზეა საუბარი. მე რო ჩემპიონი რო გახდა, იმ გოგომ პოდიში მოუხადა და თავის ქორწილში დაპატიჟა. კაი ამბებიც ვიცი. კარგი ხარ. მე მეგობრობდნენ. მისვლა მოსვლა რაღაც. ხო, ამას ეძახდნენ მოხუც ამ ბეარზოტს, ხო, ანუ მოხუცი არ იყო, მაგრამ სულიერად მოხუცი. იმიტომ რომ ეს ჩემპიონი რო გახდა იტალია, პრეზიდენტი ესწრებოდა ის მართლა მოხუცი იყო, ფინალზე 91 წლის კაცი იყო. უკანა გზაში ინფორმაცია რომ ერთად იფრინეს და ბანკოს ეთამაშებოდა ფეხბურთელი თვითფრინავში უნდა იქნა.
ჩამოფრინდნენ ორი მოხუცი ჩამოვიდა ესე წერდნენ ნაღდი მოხუცი პრეზიდენტი და სიყვარულით მოხუცად წოდებული ენცო ბერს. იტალია ახლა სკანდალის გარეშე როგორ გინდა და მთავარი ბომბარდირი ვინც არის შარშია რა მარკო როსი ჩემპიონატამდე 3 წლით ადრე მიუსაჯეს 3 წლიანი დისკვალიფიკაცია. არა 2 წლით ადრე მიუსაჯეს 3 წლიანი. ხო. მაგრამ მაინც ვერ დაუმტკიცეს რაღაცას უმტკიცებდნენ რომ შენო პერუჯასთან გარიგებულ თამაშიო არა პერუჯასთან თამაშის დროს ვიღაცები დააკავეს ვირაბშივე რომ გადიოდნენ და ამას უწყება გადასცეს მოდი პოლიციაში. ეს არ მივიდა? ანჩელოტიც თამაშობდა მოთამაში. ეს მივიდა ადვოკატთან ერთად და მე უთხრეს რომ პირდაპირ ვერ უმტკიცებდნენ რა, კი, საერთოდ ვერ უმტკიცებდნენ, მაგრამ შარში იყო რომ რაღაცა იტალიაში იყო ეგეთი ისა, ტოტალიზატორები აკრძალული იყო კერძო და სახელმწიფო ტოტალიზატორში 13 რაღაცა უნდა გამოგეცნო რომ მოგიგო. ამიტომ ვიღაცები ქოქავდნენ კერძო ტოტალიზატორებს, მე დაქოქეს ვალები, ესა მე ჩაწყობა, ესა რაღაცა ამ შარში იყო. თვითონ არაფერ შუაში არ იყო. ედავებოდნენ რომ ჩაწყობილი თამაში 2-2-ო და 2 შენ გაიტანეო და რას ედავები თავდასხმელი 2 გოლი გაიტანე. ვერაფერს ვერ უმტკიცებდნენ, მაგრამ 3 წელი მისცეს და მე 2-მდე შეუმცირეს და ანუ 46 დღით ადრე დაუმთავრდა დისკვალიფიკაცია, ვიდრე ჩემპიონატი დაიწყება, ცოტა მოსუქებულიც არის ისა და უთამაშებელი და ეს მივიდა ბეარზოტი და მჭირდები 4. ხო დაიკლებ წონაშიო, ჩემი ხათრი, თო იმანთო კიო და დაიკლო და ბოლო ტურებშიც ითამაშა 1-2 ისა, მაგრამ იმით უყურებს რა ხალხი, რომ არ არის ეს წასაყვანი. კონკიას ისტორია, ოღონ სუქანის და ბიჭის. და არა სიყვარულს. ხო. ეს კაცი კონკიას გარდა ყველაფერი არის. აი რაღაც ნაცარკეკია უფრო არის და წყილი და ჭიანჭველა. ხო და ეს ხდება ბომბარდირი და ისა რა, ისეთ ლოკომოტივი, ისეთ მომენტებში იტალია არის ხო ხა რო ყველას გადაურბინა ეგეთი ჩემპიონი არ გამხდარა, მაგრამ მოიგო. იტალია გავიგეთ ჩემპიონი გახდა. იზეიბეს უხარიათ? კი. ხო. 91 წლის კაცი. არგენტინა წინა ჩემპიონი? ის მენოტი. ხო, შეცვლილი ამ დროს. გერმანელ მოდელთან ერთად მოძრაობს. ეს ესპანეთისის არ მოეწონა. სასაათო სარტყელი დილით ეზარებოდა ადრე გავიძება, იგი ცხოვრობდა არგენტინაში, მაგრამ აქ თავის დროზე რო ეგვეძებდა უკვე ძალიან ცხელოდა და ვარჯიშები რაღაც არ ტარდებოდა ისე კარგად. თან აქ შოკი მოხდა, ფოლკლენდის ომი მიდის ამ დროს რა. იქ ხო ხუნტა რო არის, ხო გითხარი იმ რაღაცებს რო აფეთქებდნენ და ისა და ისინი უკვე ისე უვარდათ თავში, რომ ინგლისს წავართვათ ფოლკლენდის კუნძულებიო მოინდომეს და ეზარებათ აქამდე მოსვლა გემითო. იქვია რა ის ფოლკლენდის კუნძულები. და დაიპყრეს, მაგრამ ინგლისს არ დაეზარა. და გაუშვა გემი. ეს გემები კი აუთოვებენ იქაურობას, მაგრამ იქ პროპაგანდა მინდის არგენტინაში, რომ ჩვენ ვიგებთ, რომ ეს გავათავისუფლეთ ის თქვენით, ეს თქვენით და ჩვენ ვიგებთ ომს და არა ომს, ხო. სოფლიო ჩემპიონატს. ხო და ერთადერთი ვინც სიმართლე იცის არის ვალდანო, რომელიც ესპანეთში თამაშობს. ესპანურენობა პრესას ხო კითხულობს, რომ ჩამოვიდნენ ესპანეთი არგენტინელები ამ ჩემპიონატზე. აქ გაიგეს სიმართლე, რომ აგებენ ომში. რომ იარაღი არა აქვთ. ხო, დეზერტირობა ისა და ამ გონი ამ ჩემპიონატის დროს დანებდა კიდეც არგენტინა. ანუ იმათ ეგონათ, რომ და ამან გატეხა რა მოქმედი მსოფლიო. არა, ამან არ გატეხა იმან, რომ მწვრთნელს ადრე ადგომა ეზარება. გადაყო ქალებს. ხო, გადაყო ქალებს. გერმანია კი მივიდა ფინალამდე, მაგრამ შუმახერი წერდა მე ის მეკარე. ცნობილი შუმახერი, რომელიც კარში იდგა. მაგ ჩემპიონატზე იყო ის ბატისტონს რო ჩაარტყა, ხო? ახსოვს. ხო, მან ნახევარფინალში.
ეგ წერს შეკრებაზე რომ გამომიძახესო ის რაღაცა უსიამოვნო სიტუაცია იყო ზოგი თამაშობდა ზოგი სვამდა ზოგისა და მენეჯერს მიწერა თავისასო წამიყვანე კი როგორ გამოვიპარო აქედან ხო არ იცი ბაღში რო ბავშვები ტირია რომ წამიყვანეთ აქედანო ეგ დღეში იყო მეკარე გუნდისა რომელიც მეორე ადგილზე გავიდა იყო საფრანგეთის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი ალან ჟირესი თამაში ოპა შემდეგში საქართველოს ნაკრების წვრთნელი ნელი კი ბატონო გოლიც გაიტანა მაგრამ უი სადღაც მაგის ხელმოწერა მაქვს ალან ჟირესის მაგრამ დედა ჩემი გადააგდედა ვერ მიხვდებოდა რომ ალან ჟირესი არის გაკრული ხელი აქვს ალანს გოლი გაუტანა ქუვეითს მაგრამ ამ დროს ვიღაცამ დაუსტვინას ტრიბუნიდან და ქუვეითი გაჩერდა რა დაცვა სასტვენით? ხო. ამარო გაიტანა საჯთან მივიდნენ საბჭოთა მსაჯი იყო სტუპარი. უკრაინელი და უთხრეს რომ ისაო რა ვიღაცა შენ გვეგონეო. ხო, შენ გვეგონეო. იმაუნთხრა ბოდიში და გოლი ითვლება. ფეხბურთელებს კი უთხრა, მაგრამ ქუვეითის შეიხი გადმოიჭრა მოედანზე დაცვასთან ერთად. და შემოვიდა ხო ესეთი კაცი ხო და გუნდს უთხრა წამოდეთ სახლში და ეს შარშია რა ეს ტუპარი ხო და 3-1-ია თან მე-4 გოლზეა რამეს კი არ წყვეტს ეს გოლი მაგრამ ამიტომ არა რატო ღირსების ამბავია კაცო და ხო ეს არ წყვეტს ვიღაც მაგრამ ჟირესისთვის ერთადერთი გოლია ჩემპიონატზე დიდი ხადა გაგიუკ და გაუუკ მართლა? არა ამას ნაზეიმები ექნებოდა, ხო? რა თქმა უნდა. მაგას კი ისეთ ხალხს აქვს ნაზეიმი თვითონაც რო იცის რო ისა. ვა. ხელით გაიტანა მარადონამ ესე იმას ჩაუთვალეს მე. ხო და მე მაინც გაიტანეს მე-4 გოლი, ოღონდ სხვა. ჟენგინი მე მგონი. ის შეიხი ავიდა, ხო? მაყოფილი. კი. მე წავიდა ამ საქმის გარჩევა. ხო, რა რატო ვიღაცა ხალათიანი კაცი განმოვარდა შენ რატო გააუქმე გოლი. ამაუნთხარ ჩვენო საბჭოთა კავშირში ესეთი ინსტრუქცია გვაქვს მსაჯებს რომ თავარი არის რომ თამაში მივყვანოთ ბოლომდეო და თუ რამე იქ დარღვევა მოხდა იმას მე კომიტეტი განიხილავს. იმათ არ დააკმაყოფილა ესეთი ისა. ზერელე პასუხი და მოხსნეს მსაჯობი შესუკან საბჭოთა კავშირში. ვა. ესეთი ამბავი. ქუვეითი მოკლედ ამ იმით გამოჩნდა ქუვეითი რა. ანუ აზია, აფრიკა ეს მოხდა საინტერესო მაგათი წარმომადგენლობიდან. კი. კარგი ის არის რომ შემდეგიდან 86 უკვე ახალი ფორმატი დარდება 24 გუნდია ისე მექსიკაში მივდივართ. ხო? და 86-ის მსოფლიო გახსოვს შენ? კი. 86 მე რა სიტუაციაში ვარ 9 წლის ზაფხულია არ დადეგებია მამა ჩემი სოფელში გამიშვეს ვიცი რომ სოფლიო ჩემპიონატია ყველა თამაშს აჩვენებდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრების თამაშებს აჩვენებდნენ რაღაცეებს და მე 4 ფინალიდან ყველას და სამწუხაროდ იქ მეზობელი გარდაიცვალა და 40 დღე ტელევიზორი არ ჩავრთო სოფელი შეთანხმდა. ეს ჩემპიონატი გრძელდებოდა 30 დღე. იდეაში იქ გვქონდა ჩემპიონატი, მაგრამ ვერ ნახე. მერე პლეიოფებისას წამომიყვანეს. იდე კაი. და რაღაც თამაშები ნახე ქუთაისში, მაგრამ საბჭოთა კავშირი უკვე გამოვარდნილი იყო. ვისკენაც. სხვათა შორის მე კი არა. მაგ ჩემპიონატზე იყო გურამ ფანჯიკიძე გასული. მაშინ უკვე დაწყებული იქნა ყველა მსოფლიო ჩემპიონატი ჩადიოდა და მერე იქ წელი. ხო და მარტო ფანჯიკიძე არა საბჭოთა კავშირი წერლებს უშვებდა, ოღონდ უშვებდა პლეიოფიდან, რომ ამ ერთი თვე ვინ გაგიშვებდა. რომ ამათ მე პროპაგანდისტული იმით რაღა თავის იმითაც და ეწერა პროპაგანდისტვისაც გამოიყენებდნენ და ისე მოხდა აეროპორტში რომ ჩაფრინდნენ ესენი საბჭოთა კავშირის ნაკრები შეხვდათ ოღონდ ეს მე 86 და ბოლომდე გადავედით 86 და ახლა მიყევი გადავიდეთ 86 მიყევი და მოყევი
სანამ 86-ზე გადავალთ, 82-ში ხდება ერთი ამბავი, რომელიც მე წესის ცვლილებას იწვევს. მიდი. ქვეჯგუფის თამაშის ბოლო თამაშია გერმანია, ავსტრია და აწყობს 2-0 ან 1-0 თუ მოიგო ერთ-ერთმა გუნდმა, ერთ-ერთმა არა გერმანია. ორივე გადიან. ანგარიშს ალბათ გამოიცნო 2 წლიდან. და მაგის მერე FIFA-მ გადაწყვიტა, რომ ბოლო ტური ერთ-ერთად ჩატარდა. ხო. მივეთ 86-ში. 86-ის მასპინძელი უნდა ყოფილიყო კოლუმბია. ვა. ადრე მიიღეს ეს ისა, მაგრამ მაინც არ აქტიურობენ, რომ სტადიონი ააშენონ რა რაღაც ესეთები არ ხდება და ეს ამაში აველანჟმა დაინახა საფრთხე, მაგრამ შესაძლებლობაც. რომ ეს მისი აველანჟი ხო გადასცეს სხვას. და ჩავიდა იმას უთხრა კოლუმბიის იქ რამდენიმე გადატრიალება მოხდა ამას იმ წუთში ვინც არის იმას უთხრა რომ მოგაშორებ თუ გინდა ამ ჩემპიონატს და ცოტა ფულსაც გაშოვნინებ. კიო იმას გაუხარდა და ამან სტოკჰოლმში მოიწვია ისა რა ვინ იყოს ვის გადაეცეს. გამოთქვა სურვილი მექსიკამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ. აი ამ სამმა, ვისაც ახლა აქვს. ამერიკამ გაუშვა ჰენრი კისინჯერი. მაგრამ არ ბენინებენ ამ კაცს. ჰენრი კისინჯერი გამოვიდა 2 საათიანი სიტყვით. პირველი საათი რომ მორჩა სიტყვის და მეორე დაიწყო, რაღაც ხმაური შემოესმა ქვედა სართულიდან, მექსიკა უკვე ზეიმობდა, რომ მისცეს ტურნირის ჩატარების უფლება და მაშინ თქვა კისინჯერმა რომ გამიშვით ისე ახლო აღმოსავლეთში ისრაელის და არაბეთის პრობლემებზე თქვენი ვერ გავიგე ვერაფერი ფეხბურთის. ასე ლამაზად გადაეცა საზეიმოდ მექსიკას მასპინძლის უფლება, თუმცა იქაც მიწის რა წინა წელს 85-ში. ხო, ცუდი ამბავი უნდა დაურთო. ხო, ბარემ ევროპაც რო არ გამოვჩეს, ეიზელის ტრაგედია ხდება ამ დროს რა. როცა ტრიბუნაზე დაიღუპა ხალხი. ამ დროს თითქოს უკვე სამყარო დემოკრატიული ხდება და რაღაცები, მაგრამ ჯერ კიდე არიან ესეთი ფიგურები, როგორც არის სადამ ჰუსეინი, რომლის ნაკრებიც მაგარი პერსონაჟი შემოიყვანა ფეხბურთში. მიდი, რომლის ნაკრებიც გამოჩნდა ჩემპიონატზე, შვილი პრეზიდენტია ფედერაციის. ცოლის და თამაშობს. ხო. ჯერ ფეხბურთელების წამება არ აქვს ჩვევაში შვილს. სადამიც, მაგრამ უკვე ერთ-ერთის და დახვრიტეს კომუნისტებთან თანამშრომლობის გამო და მამამისმა რო გაიგო გულის შეტევით გარდაიცვალა. ესეთ სიტუაცია ერაყის ნაკრებში. გამოჩნდა დანიის ნაკრები. ხო. წვრთნელით პიონტეკით. ყავთ ალან სიმონსენი, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული, მაგრამ დაინტრა და ვერ მიყავთ. მაგრამ ეს დანია წინა ევროპაზე გამოჩნდა და დროულად ითამაშეს მიხაილ ლაუდრუპმა და იმან ელკიერმა. მე ორმა ცნობილმა ფეხბურთელმა, რომელიც აქაც გამოიჩენენ თავს. და დანიის ნაკრები გავიდა ქვეჯგუფიდან. ხდება ესპანეთს და აქედან საბჭოთა კავშირი გავიდა ხდება ბელგიას და ამათ შორის მოგებულები ხდებიან ერთმანეთს მეოთხედ ფინალში. აქ უკვე 24 გუნდია და ზოგიდან 3 გადის. და ჩივაძე ყავს წაყვანილი იმას საბჭოთა კავშირის ნაკრებს და ტრავმით ჩავიდა. და მწვრთნელმა უთხრა მეოთხედ ფინალში ბარემო და გასვენებო. და მეოთხედ ფინალში გათამაშებო დანიასთან. ოღონდ საბჭოთა კავშირმაც წააგო ბელგიასთან და დანიამაც წააგო ესპანეთთან. მაგარი რაღაცა დაპირდა. დანია არაპროფესიონალები წავდათ გუნდში. ელკიერი და ის ყავდათ, მაგრამ ხო ზოგი მაღაზიის გამყიდველი იყო ზოგი ისა და რაც აერთიანებდა თითქოს ყველა ლოთი, ყველა სვამდა. წვრთნელიან ფეხბურთელიან. მაგრამ ჯგუფი გაიარეს, ესპანეთთანაც კარგად დაიწყეს, მაგრამ 5-1 წააგეს.
ნასვამები იყვნენ? არ ვიცი. ბუტრაგენიომ გაიტანა 4 გოლი მაგ თამაში. საფრანგეთის ნაკრებია უკვე პლატინი თამაშობს, კი ბატონო, რომელმაც წინა ევროპაზე 9 გოლი გაიტანა 5 თამაში. აქ ისეთი ეფექტური არ არის, მაგრამ 86-ის საფრანგეთი ყველას გვახსოვს როგორც სიმპათიური გუნდი, ჟირესიც არის, ტიგანაც არის, ის არის ეს არის. უხდება. გინიც არის, ბატსიც არის და ასე შემდეგ. ამბორო არის და სხვანი. კაი ხალხია რა. არგენტინაში ის მოხსნეს მოდელთან ერთად. ხო, ის ქალებს რო გადაყვა. ხო და დანიშნეს ბილარდო. ხო. ოღონდ ეს ბილარდოს სტარტი არ ყოფილა ბედნიერი რა. ისე არ მოყვებოდი შეთო. რაღაც თამაშების ასტარტო ვერ მოიგო მაინდა-მაინც და ორჯერ დაესხნენ თავს ფანები სახლს. და მერე ცოლმა-ჭკუა ისწავლა და ნიშნავენ თამაში როცა ქონდა, გარეთ იმას თქვა რომ გაყიდულია. რო არ მივადნოდნენ. რაღაც თამაშები ასე გადააგორეს ხო ოჯახმა. ხო, ბრძენი ხალი ყოლია ცა. ხო, საბჭოთა კავშირში ის არის უკვე კიევის დინამოს ბაზაზია ეს გუნდი რა. ხო. 11-დან 8 კიევის დინამოელია და მაშინ 3 ცვლილება შეიძლება და 3-დან 2 კიევის დინამოელი შემოყავდათ რა. იმიტომ ლობანოვსკია მაშინ და ის აწყო რა ის ფიზიკურად მონსტრი გუნდი. ოღონდ მწვრთნელი არ არის ლობანოვსკი, საბჭოთა კავშირის თავისი ის ქონდა რაღაც ფეტიშები. თორმეტ 13 კაცი არის კიევის დინამოდან და მწვრთნელია მინსკის დინამოელი, რომელიდან ერთი კაცია. ხო. მაგრამ 82-ში უფრო მაგარი იქნეს, 3 მწვრთნელი დანიშნეს. 3 მთავარი მწვრთნელი? ხო, მათ შორის ახალკაცი ქართველი. ხო. და მე რა თქმა უნდა ერთმანეთს აბრალებდნენ. გერმანიაში მოვიდა ბეკენბაუერი, რომელსაც არ უნდოდა მწვრთნელობა. და პირველი თამაშიც არ წაუვიდა, მაგრამ მოეწონა. იკაიფა მწვრთნელობა. რა და ფეხბურთელებიც მაშინ გერმანიას არ აყავს მაინდა-მაინც რა, ფიორლერი ყავს. რუმენიგი ყავს, რომელიც ასაკშია. შუსტერი ყავს, რომელიც რეალში, მაგრამ ნაკრებში არ არის მაგ დროს რა. მინებებული აქვს და დაურეკა ცოლს. ვინ? ბეკენბაუერი და არეკი. შუსტერის ცოლს დაურეკა? ხო, მადრიდში. ხო. რო ნაკრებში ჩამოვიდეს, იმან მოითხოვა $1,000,000 მაშინდელი. იმასაც კაი ცოლი ყოლია. ხო. ახლანდელ ფულზე $1,600,000 და. ხო. ეხლა ბეკენბაუერსაც თავმოყარეობა ჰქონდა და ნაკრების მწვრთნელობას რომ აგით მიწყებ რომ $1,600,000 მომეცით ფეხბურთელი არ მოდის. რა ავტორიტეტი გეკ. და უთოზე დაიტანხმა? არა, არ იყო შუსტერი. მაგრამ ამ ნაყარ-ნუყარა ხალხით ფინალამდე მივიდა. მარადონა ამ დროს უკვე ყველაფერი აქვს მოსწრებული. 13 მილიონად გადავიდა ნაპოლიში, იქ მწვრთნელს ეჩხუბა, იქ დოპინგ ტესტი აქვს 8-ჯერ მოტყუებული სხვის შარდს აბარებდა. მერე დისკვალიფიკაცია მიცეს, მერე ბილარდომ წაიყვანა სევილიაში და რო შეცვალა აგინამ ამ ბილარდოს და ისიც აღარ ათამაშებდა. მე რაღაც თასი მოიგეს და ზეიმისას ფეხი დააბიჯა თუ ჩაარტყა ვიღაცას და კიდე დისკვალიფიკაცია. 3 წელია წესიერად არ უთამაშია რა. მაგრამ გამოიძახეს. და რეალურად მაგან მოიგო ჩემპიონატი რა. იყვნენ იქ უალდანო იყო, ბურუჩაგა იყო და სხვებიც იყვნენ, მაგრამ მარადონას ჯერ აქ გვაქვს ფოტოს სად გვაქვს? ის ღმერთის ხელი აქ არის. ღმერთის ხელი, ეს ხდება ინგლისთან, ერთი გოლი ესე გაიტანა. ეს უფრო დაამახსოვრდა, მაგრამ მეორე გოლიც გაიტანა თამაში მაგარი და ის რო წამოიღო რო იარა და გაიტანა? ბელგიასთან ხდება. მაგრამ აქაც მეორე გოლი აღარ მაგან გაიტანა. და მოიგო არგენტინა. არგენტინა მოიგო, მაგრამ ის მერე ხდება თუ მანამდე. არა, ის მერე ხდება. ან მარადონა ჯერ კიდე ითვლება, რომ კარგი ის არის სპორტსმენი. სპორტსმენის რა კრიტერიუმები. ხო. ჯერ კიდე ის
ხალხი ამისკენ არის და არა დოპინგ ტესტისკენ. ვარა შეტრიალდება სიტუაცია მერე მოვა. 94-ში უკვე ხალხი დოპინგ ტესტისკენ. მე მგონი არაფერი არ გამოგჩა გარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირს ყავს ბელანოვი. ჯერ მოხდა უცნაური ამბავი. კიევის დინამომ რომ მოიგო მაგ წელს. საბჭოთა კავშირის ფეხბურთათას. ბელანოვი დაასახელეს ვორსტები ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად, ოღონდ საბჭოთა კავშირმა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ზავაროვი. რაც იტრიპაჩეს თუ რა ქვია მაგას. მახსოვს მამაჩემ მაგას გინებით მოვიდა. ეგ იყო შენი ინტერნეტი, ხო? ხო, მამაჩემ. რა ხასიათზე მოbrunდებოდა მამაშენ? წვენოდა საკუთარი სახელმწიფოს ევროპის იმით რა. თვალსაზრისით როგორ ჩამო. სადღაც ევროპაში თავი მოეჭრა მამაშენს. ეს ამბებია 86-ზე, რაც უნდა ვიცოდეთ და 90-ში უკვე არის ფეერია ფეხბურთის. 90 მე მიყვარს. 90 მეც მიყვარს, იმიტომ რომ უკვე მახსოვს. ხო, 90-ში განიწმინდება გერმანია, გამოჩნდება პავაროტი და გამოჩნდება ჯანა ნანინი, რომელსაც მე 3 წელი ვარკვევდი ბიჭია თუ გოგო. ყველაფერი ეს ყველაფერი შემდეგ ვიდეოში.